ახალქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ყოფილ რუსულ სამხედრო დასახლებაში მდებარე ბინების გადაცემას მოითხოვენ. დასახლებაში 18 კორპუსი და 400 ბინაა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფები ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართით შეძლებული ოჯახები დააკმაყოფილეს, სოციალურად დაუცველები კი დაპირების მიუხედავად ჭერის გარეშე დატოვეს. ახალქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოფილ სამხედრო დასახლებაში არსებული ბინების მათთვის გადაცემას ითხოვს. ახალქალაქელები ამბობენ, რომ დასახლებაში 400 თავისუფალი ბინაა, რომელთა პრივატიზაცია 2007 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი დღემდე შეფერხებით მიმდინარეობს. მივმართეთ განცხადებით, რომ ვართ ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში და თუ შეიძლება დაგვაკმაყოფილეთ რამენაირი ფართით. კი ბატონო, დაგვპირდნენ, პრობლემა არ არის, დაგაკმაყოფილებთო, მაგრამ რა გამოჩნდა რომ გვატყუებენ. ყოფილი სამხედრო მოსამსახურის რეზო დევდარიანის თქმით, მის ოჯახს საცხოვრებელი არ გააჩნია. დევდარიანი ამბობს, რომ მან ბინების გამოყოფის მოთხოვნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართა, თუმცა დაპირების მიუხედავად საცხოვრებელი ფართი დღემდე არ მიუღია. 4 წელია უკვე გასული, მე-5 წელი მიდისაც ყოველ კვირა გვიბარებენ, გვეუბნებიან რომ ბინას მოგცემ, მაგრამ სინამდვილეში არ გვაძლევენ. და მიზეზი ჩემთვის გაურკვეველია. უბრალოდ ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ ბინები ზოგი დაკეტილი აქვს, ზოგი გავსებულია და ამიტომ ვერ ახლებენ ხელს, ვიდრე კანონი ამის ძალას არ მისცემს. სამხედრო დასახლებაში ბინის მიღებას ითხოვს ნონა ჯაბანაშვილიც. ყოველ დღე მაძლევენ პირობას, რომ მეტამაკმაყოფილებენ ბინით, მაგრამ დღესდღეობით კიდევ უბინაოდ ვარ. ყოველ მეორე დღეს ვარ გამგეობაში. ყიდულობენ, არ ვიცი, უფორმებენ თუ არა ჩემთვის უკვე ბნელა, მაგრამ ცხოვრობს ხალხი. ყიდულობენ, სახლები აქვს ქალაქში, პიროვნებებს ისეთ, რომ არ უჭირთ, ნამდვილად ორსართულიანი სახლები აქვს და აქაც აქვს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვიტალი თოროსიანის თქმით, საკითხს ბინების განაწილების კომისია განიხილავს. 200 ბინისა ჩელავენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 250 კაციანი სიის განხილვა. ეს ძირითადად მრავალშვილიან და მარტოხელა ოჯახებს ეხება. ვისაც სახლი არ ეკუთვნის, მას წერილობით ვამცნობებთ, თუ რატომ არ ეკუთვნის სახლი. ჩვენ გადაუგზავნით ამ ცნობებს სხვა ორგანოებს, რათა შეამოწმონ, რამდენად სწორედ ვიმუშავეთ. ამ პროცესების დასრულების შემდეგ მოხდება ბინების პრივატიზაცია. ძნელი იქნება ბინებიდან გამოსახლების პროცესი, თუმცა ეს გარდაუვალია. დააკმაყოფილებენ თუ არა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაურკვეველია.